გამარჯობათ, მოგესალმებით მეგობრებო. ეს დღეები არ ჩამიწერია ვიდეო ლაივი. ტრადიციულ გადარბენებზე ვიყავი, არ მეცალა უბრალოდ და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. როგორც ქვეყნის შიგნით, ასე ქვეყნის გარეთ ხდება, მიმდინარეობს კიდეც. ეპოქა არის ახლა ისეთი, რომ ყოველ დღე რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. მაგრამ საქართველოში მოხდა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ამბავი. რომელი ამბავით, ავიცი, ასე ხელწამოსაკრავი არა, პრინციპში არც მახსენდება მთელი ამ კოლონიზაციის პერიოდში, რა კოლონიზაციის პერიოდიც უდგას ჩვენ ქვეყანას 92 წლიდან დღევანდელ დღემდე მსგავსი რაღაცა მომხდარიყოს. გულისხმობ იმას, რომ ამერიკის ელჩს დროზე ადრე შეეწყვიტოს თავისი მოღვაწეობა და წაბრძანებულიყოს პენსიაში. იმიტომ რომ მსგავსი რაღაცები საერთოდ დიპლომატიურ სამსახურში არ ხდება. არ ხდება ესეთი რაღაცა, უბრალოდ ეს მხოლოდ შეიძლება საქართველოს ელჩებს, ეგრეთ წოდებულ ელჩებს მოვიდეთ აქ საფრანგეთში, რომ ესა საქართველოს ელჩი რუსული კანონის გამო გადადგა და მიემხრო იმას, რა ქვია, ოპოზიციას და მას ჩაეხუტა სალომე ზურაბიშვილის ძმას და რუსული კანონი შემოვიდაო და მე დემოკრატიის მხარეზე ვარ. ეს მხოლოდ ამნაირებმა შეიძლება გააკეთონ. ჩვენ ხო ჰიბრიდი ჯიშის დიპლომატები გვყავს. მაგრამ ისეთი სერიოზული ქვეყნის დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლები, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, ისინი ასე არ იქცევიან საერთოდ. არ იქცევიან, იმიტომ რომ ელჩი ეს არის ჩვეულებრივი ჯარისკაცი. აგიმარჯვეთ ხმერთ. ელჩი ეს არის ჩვეულებრივი ჯარისკაცი და როდესაც ის თავის სახელმწიფო დავალებას ასრულებს უცხო ქვეყანაში მივლინების დროს, ის ახდენს ამ მისიის შესრულებას, ეწურება მანდატი, აბარებს რწმუნების სიგელს და მიდის თავის მისიას შესრულებულად თვლის. როდესაც ამ რთულ პერიოდში, ასეთ რთულ რეგიონში, როგორიც საქართველო არის, ამერიკის ელჩი გამოდის და ამბობს, რომ მე გადავწყვიტე, რომ ისა რა ქვია, პენსიაზე გავიდე და გადავწყვიტე წავსულიყავ. ასეთი რაღაც არ ხდება. არ ხდება თან ამ დროსა და ამ სივრცეში. ამიტომ სავარაუდო არის შემდეგი ფაქტორები. ახლა ზუსტად რა ხდება 100% ძნელია, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ თვითონ ამერიკის საელჩო და თბილისში დაბუდებული ეს გველების ბუდე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, აი ვისურვებდი უკანასკნელმა ამერიკელმა დატოვოს საქართველო და წავიდეს. მამით ჩემის მამასთან წასულა, ასე უქნიათ. დანიგანი კი არა, მიყოლია ყველა ეს, რა ქვია, სლავა უკრაინელი და უკნიდან განათლებული შიგმე დასავლეთი და ისე ჩამოკიდებია თვითმფრინავებს, როგორც ეკიდებოდნენ ეს ავღანელები, როდესაც ამერიკის ჯარი გადიოდა ავღანეთიდან. აი, ამ დროს მომასწრო. ძალიან ყველაზე მეტი ბედნიერი ვიქნები მაშინ, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფო, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ძარცვით, მოტყუებით, ილუზიის შექმნით დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე შეუძლია ამოაშტეროს საზოგადოება, მოისყიდოს თან ეს აქვს აყვანილი ხელოვნების დონეზე და ნებისმიერ საზოგადოებას შეუძლია ტვინი აურიოს, თუ მას მიეცემა საშუალება. ჩვენ საზოგადოებაში ამერიკამ და ამერიკელებმა იმდენად ცუდი როლი ითამაშეს, აი გულის ამრევი როლი, აი ამერიკულმა პოლიტიკამ ისეთი საზესღარი როლი ითამაშა, რომ აი ნორმალურ ქართველზე მაქვს მე ლაპარაკი, მე არა მაქვს უკნიდან განათლებულ ქართველებზე ლაპარაკი და რაღაცა აი ამერიკის და ამერიკელის არც სახელის ხსენება, არც ნდობა, არც მაგათთან პოლიტიკური საქმიანობა, აი ყველაფერი იწვევს აგრესიას და გულის არევას. იმიტომ რომ იქცეოდნენ ისე როგორც იქცეოდნენ კოლონიალურ სახელმწიფოებს და უფრო მეტი დაბალი სტატუსი ჰქონდა სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ აი მაგალითად გუამის ესა რა ქვია კუნძული ამდენი წლების მანძილზე კოლონია იყო და შემდეგ ამერიკის ნაწილად გამოაცხადეს და ბოლო-ბოლო კოლონიის მოსახლეობას შიმშილით არ კლავდნენ და სულს არ აძრობდნენ და
გადას უბედურებას არ უკეთებდნენ და არ უწყობდნენ ხელს იმ კოლონიის დაცლას, იმიტომ რომ ელემენტარული მონა და მუშა იქაც ჭირდებოდა. ასე იყო ეს. აი საქართველოს რა სტატუსი ჰქონდა ამერიკისთვის, ჩემთვის ძნელად წარმოსადგენია. აი ამის სიმართლის ლაპარაკი ეს იმდენად დაამონეს საზოგადოება, ამის თქმაც საერთოდ არ ვიცი. ჯერ ხო 91-92 წლების გადატრიალება და არეულობა და მერე სამოქალაქო ომი და 1000 უბედურება, რაც ამერიკელების და მათი ხელდასმული რუსებთან ერთად შევარდნაძის წყალობით მოხდა და შევარდნაძე რუსეთში ისე იყო ელცინი დასმული, როგორც საქართველოში იყო შევარდნაძე დასმული, ამერიკაში იჩოქებდა და ლოცულობდა და ყველაზე მეტი ახლოს იყო მაშინ დემოკრატიულად საქართველო და რუსეთი და ამერიკა ერთმანეთთან და რა მოგვიტანა და რა უბედურება მოუტანა ქვეყანას, მოუტანა ომი, უბედურება, კონფლიქტები, მერე ამ ერთი ომი, ორი ომი, მესამე ომი, მერე ამ სამ ომს მიყოლებული ეს რაც ჩვენ ქვეყანაში ხდებოდა. ჩვენი ქვეყნის გარეთ რაც ომები იყო, ერაყი იქნებოდა, ავღანეთი იქნებოდა, კოსოვო იქნებოდა, მალი იქნებოდა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა იქნებოდა, ყველაფერში გააყოფია საქართველოს თავი. ამდენი ახალგაზრდა შევწირეთ, ამდენი დასახით ჩნდა და ბოლოს, სულ ბოლოს, აი უკრაინის ომი რაც დაიწყო, ბოლოს საერთოდ უნდოდა საქართველოს როგორც პირისაგან მიწისა აღქვა ამერის და ამ ქვეყნის რო ჩაერთეთ ომში, აღვარეთ სისხლი, მერე 3 მილიონი ხართ გადით პარტიზანებად იომეთ და აბა ჩვენ ხო არ ჩავერევით და უბედურება და ტრაგედია იმაში იყო, რომ ამდენი დასირებული ქართველი, ამდენი ნაგავი, არც ერთ-ერთი არ მგონია მე ქართველ ერში რომ ამდენი ნაგავი გამოზარდეს ახალგაზრდების სახით განსაკუთრებით, მე ახალგაზრდა პროგრესულად მოაზროვნე, ამ ყველაფერს ტაშს უკრავდა. ტაშს უკრავდა და რას ქვია ომში არ ვერთვებდა, რას ქვია უბედურებაო და გავეშებული იყვნენ იმაზე ხალატისთვის. იმის მაგივრად რომ საკუთარი მიუხედავად ცუდი ხელისუფლებისა, მიუხედავად დედისგინების და რა ვიცი, ყველაფერი ცუდისთვის მემეტება ესა რა ქვია. ხოცობა და ივანიშვილი, მაგრამ ბიჭო ზვიადი ამბობდა იმისი არ იყოს, მე ცუდი ვარ, მაგრამ საქართველოს რა დააშავაო. ესენი ცუდი არიან და საქართველოს რა დააშავა, კაცო. რა დააშავა საქართველოს. ერმა რა დააშავა, ყველა ერის პერიოდში ყოფილა დაცემის პერიოდი, ყოლიათ უარგისი ხელისუფლებები და რაღაცა შემოbrunებულა და რაღაცა ყოფილა, რატო უნდა გინდოდეს შენი ერის წაშლა და შენი ერის განადგურება? რატო უნდა თუ მოღალატე არ ახარ სისხლით, გონებით, შთამომავლობით? რა ხარ ეს ეგრეთ წოდებული NGO-ების სინამდვილეში ასოები. შაჰაბასის შთამომავლები. და გამოიყვანა ეს დაჩლუნგებული, დადებილებული ადამიანები, აგერ რო ვთქვიო აფხაზეთიო ამერიკელების დამსახურება არისო, შემჭამესო. საკუთარი ისტორია საერთოდ დაავიწყეს ამ ხალხს. ისტორია კი არა, სქესი დაავიწყეს ამ დედამოწყუნიშვილებმა. სქესი, იმნაირი დებილი, ჩლუნგი ადამიანები გამოიყვანეს, ჩამოყალიბებული ავადმყოფები. სქეს ვერ ამბობენ. სქეს, აი რა სქესი შეიძლება იყოს ადამიანი, ამას ვერ ამბობენ. და ამას ეძახიან დემოკრატიას, უფლებებს და თურმე აქეთკენ უნდა წასულიყო საქართველო. ამიტომ თუ რამე უბედურება მოხდა ქვეყანაში, აი ამ საელჩოს და ამ ელჩების და ამათ დამსახურება არის. გადაგვარება ჩვენი ქვეყნის და განადგურება ბოლომდე და მონური ფსიქოლოგიის დამკვიდრება. და ახლა ჯერ კიდე გააზრებული არა აქვს ბევრს. ის მუსულმანური ქვეყნები, რომელი მუსულმანური ქვეყნებიც გადავიკიდეთ ამერიკელებთან ერთად მისიაში მონაწილეობისთვის, როდესმე ვინმეს არ ეგონოს, რომ ისინი რამეს ივიწყებენ. არც უნდა დაივიწყონ, ესენი კიდე როგორ მოუბრუნდება საქართველოს მომავალში ძალკე. ქვეყნის დაშლა, ეკონომიკური განადგურება, გაპარტახება, აი ეს მდიდარი ქვეყნის რაც ნეოლიბერალურ პამოიკად გადაქცევა. ეს იყო ამერიკელების მოთხოვნა. ზვიადის მიმართებაში ეს იყო ზუსტად ამერიკელების მოთხოვნა. პირველი მაგათ იყო ეკონომიკური მოდელი. დაანგრიე, დააქციე, დაშალე, პრიხვატიზაცია გააკეთე, გადაეცი, შეჭამ, მორჩა, საბჭოური ყველაფერი გამოაცხადე ცუდად
ხო და გაყიდე და დააქციე შენი ხომ და დააქციეს. მთელი ამ მოღალატების კასტის გაზრდა. და ახლა უბრალოდ როდესაც საქმეზე მიდგა და უკვე ისეთი რაღაცა მოინდომეს, რომ საერთოდ საქართველოს გააქრებოდა რუკიდან საერთოდ ქართველის ხსენება აღარ დარჩებოდა. აქ თავარი იყო რომ ერთი აფეთქებულიყო, ერთი ისკრა ყოფილიყო. იქ არავის აღარ აინტერესებდა ისა რა ქვია, უკვე იქ ვინ იომებდა და ვინ არ იომებდა. კავკასია იფეთქებდა, აგერ ყავდათ დაკონსერვებული სირიიდან, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოყვანილი ისლამისტები თურქეთში ყავთ. შემოუსებდნენ მე ამ იმას და წავიდოდა ისევე ჩრდილო კავკასიელებთან კუდების გადაფსკვნა და უბედურება და ქართველი ერის ნასახი არ დარჩებოდა. ახლა გააცნობიერეს ბოლო ის, იმიტომ რომ ბიძინას თვითონ არ უნდა შეეხოს და ქოცებს არ უნდა შეეხოს, რამე თუ არა. უბრალო ხალხი აგერ თქვენნაირი, ჩემნაირი თუ გინდა დღეს გავწყდეთ სულ ყველა აგერ შემოყავთ, შემოიყვანენ ვიცხავს ხვებს და დაასაქმებენ და ეყოლებათ მუშაობ სამსახურეები და ხმას მიცემენ 51-ს კიდე ახლა 310,000 ახალი ბინადრობის ის გაუციათ მოწმობა კიდე და ესეც მათი მოთხოვნით მარაკეშის აქტზე მიერთებული საქართველო და თალი 1000 სიბინძურები რაც ამიტომ მივესალმები სათითაულოთ სულ ყველა იქნას გაყრილი გათხრეული იქნან საქართველოდან და საქართველო დაისვენებს მაშინ დავისვენებთ როდესაც ეს გველები დაგვანებებენ თავს ამდენი მონას ახლა რა ეშველება ამდენ მონას არც მიყავს გახსენეთ წაათრიეთ თქვენი ნაგავი ყავდეთ იმ პალმოიკაზე იმ ამერიკაში ყავდეთ მოგვაწილეთ არა ეს ნაგავი უნდა იარსებო ხა მე ვინმე გამოვა და ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე და ჩვენი ესა და ჩვენი ისა და ყველაფერი უბედურება მოგვიტანა ახლა ხო ამათ პოლიტიკაზეა ყველა მხოლოდ ჯერ დასავლეთთან და იმასთან ახლა გადავეკიდეთ თუმცა არასდროს ისინი არაფრად არ გთვლიდნენ ჩვენ არასდროს საქართველოს არ ითვლებოდა ტოლსტორად პარტნიორად რამე მსგავსად განიხილებოდა ეგრეთ წოდებული მეორე ხარისხოვანი მოკავშირე სინამდვილეში ეს იყო ვასალური დამოკიდებულება და ამათ აყოლილმა პოლიტიკამ გადავკიდა რუსეთი ამ ხელა უზარმაზარი რუსეთი ეს ისლამური ქვეყნები და ახლა ბოლოს მაგათთანაც აირია პურის ჭამა და არ ვიცი ვერავინ ვერ იტყვის ზუსტად რა ხდება მე უბრალოდ მოხარული ვარ მივესალმები ერთი დიპლომატი არ დარჩეს ამერიკელი საქართველოში დაქტოვა მაგიწასულა ამით ჩემის მამასთან მაგრამ აი ზუსტად რა მოხდა ამის თქმა ძალიან ძნელი არის ახლა ქოცები იძახიან ქოცებს ხო საერთოდ ეს ძრომიალი და ეს ახასიათებთ რომ ვიღაცა რო იყო ჩამოსული კონგრესმენი წარუდგინეს თურმე მტკიცებულებები თუ თურმე ესე იგი იმან არ იცოდა რა ქვია ვაშინგტონმა არ იცოდა ეს ამერიკის საელჩო რას აკეთებდა აქ სასწაული და ქოცებმა იცოდა ამეტანს რო თხოვდნენ ეთყობა მოასმენიეს ის როგორ თხოვდნენ ქვეყნის ომში ჩართვას და შეიძლება იგიც უთხრენ რომ ბოლო თუ გაგვიხურებთ საქმეს გამოვიტანთ საჯარო თუ ამ ყველაფერსო გავასაჯაროებდო და შეცვალეს ელჩი ახლა ახალს გამოუშვებენ და ახალი ელჩიო და ახალი თუმცა ამას იმდენი რამის ღიად გაფუჭება ჯერ არ მოუსწრია ყველაფერი ის წინა რო იყო ის ბეჭდების ბრძანებელში რო რაღაცა ჯოჯო იყო იმას გავდა ის უფრო იმათ იქცეოდა და ამის გულისთვის გაიწვიეს ან შიდა დაპირისპირება როგორც ხდება ამერიკის ხელისუფლებაში როგორც ხედავთ გუშინდელი ძმები ტრამპი და მასკი გადაეკიდა ერთმანეთს და ყველა ერთმეორესაა დარეული პოლიტიკური კლასტერი პოლიტიკური ნაგავი მაგათი გაყოფილი არის და შეიძლება რაღაცა მართლა დივერსიული გააკეთა ისეთი რომ გაუმჟღავნდა და წაიყვანეს არ გამოურიცხავ მაგას იმიტომ რომ პოლიტიკა ასეა დაყოფილი არის სხვადასხვა იდეოლოგიის ადამიანებად და შეიძლება ეს ჩაიდინა ეს თვითონ შიდა პოლიტიკური ამბავი არის ფაქტია ის რომ ასე ეს ყველაფერი არ ხდება ახლა საერთოდ სადაც ეგენი ფეხი შედგამენ ყველგან არეულობა და აკოთებულება ხდება და ამიტომ ამ რთულ პერიოდში თუ აქ არ იქნება კიდე ერთი ამრევი
თუ არ იქნება ერთიამრევი კიდე რომ საქართველოს ახალ ომში და უბედურებაში გარიოს, უკეთესი იქნება საქართველოსთვის. თუ ამას მიყვებიან ევროკავშირის ელჩები, ესეც იქნება უდიდესი ხსნა ქართველი ერის. და მოუწოდებ ყველა ნაგავს ევროკავშირიდან, ვინც აქვს, დაატოვეთ საქართველო. დაატოვეთ საქართველო გერმანიის ელჩის თამადობით, მოცილდით მაგ ქვეყანას და წაეთრიეთ სხვაგან. წადით სხვაგან, რაც გინდათ ის გიქნიათ, კისერი გიტეხიათ, მოცილდით ამ ჩემ ქვეყანას. დაისვენებს ერი. და იქნება მე გამოიფხიზლონ საქართველოში და რა უნდა ელაპარაკო ხალხს, რომელიც სქესს ვერ არკვევენ, ისე არიან დაზომბირებული და დადებილებულებიან, ხელა მასა გამოზრდილი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იქნება რაღაცა დადებითი იმპულსი მოხდეს, იმიტომ რომ ამათ გათრევას ქვეყნიდან მოყვება ამათი დაფინანსებული ფუჩუკუტუ ორგანიზაციების შემცირება. აგერ ახლა ბრიტანეთი ყოფილა განსაკუთრებულად ჩართული, ახლა რუსულმა დაზვერვამ გამოასაჯაროვა ის, რომ ბრიტანეთი განსაკუთრებით ჩაერთო, გადიან ეტყობა ამერიკელები და თავიანთ კოლონიებს აბარებენ, ასე მე თავიანთ მეორე ხარისხოვან მოკავშირეებს, ეგრეთ წოდებულს აბარებენ თავიანთ პირველ ხარისხოვან მოკავშირეებს, თქვენ მოუარეთო ახლა ამ დამონებულ ქვეყანასო და არავინ იცის რა იქნება და რა მოხდება. ჩემთვის პირადად ეს კარგის ნიშანი. კარგის ნიშანი. მივესალმები. მისასალმებელი არის ნამდვილად. წესით და რიგით. დიდი ხნის წინ ეს ელჩი უნდა ამოპანღურებულიყო საქართველოსდან, როგორც ხდება, უნდა შეწყვეტოდა მანდატი, გამოცხადებულიყო პერსონა ნონ გრატა და არასასურველი პირად და დატოვეთ ქვეყანა და წაბრძანდით. ისე უნდა ხდებოდეს ლიტვის ელჩი იქნება, ესტონეთის ელჩი იქნება, გერმანიის ელჩი იქნება, ლატვიის ელჩი იქნება, ევროკავშირის ელჩი იქნება, თუ ვინ იქნება. მაგრამ ამასაკეთებს თავმოყვარე ქვეყანა. უთავმოყვარე უქოცი ამას ვერ აკეთებს. ცალმხრივ მეგობრობაში რჩება. ხვალზე რა იქნება, არავინ არ იცის. არსად არ იციან. ახლა ეს ერთი ვრცელი თემა არის, რუსებმა დაიწყეს უკრაინელების თავდასხმაზე პასუხისგაცემა და არ მინდა ეს ზედაპირულად ვილაპარაკო ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ აი ბევრი რო ელოდებოდა, აი რა იქნება და როგორ იქნება, ამ დილიდან დაიწყეს იერიშების მიტანა. პოლონეთის საზღვარზე მდებარე ქალაქებზე, სადაც დიდი ალბათობით ამას კიდე ბევრი მოყვება, არავინ იცის წინ რამდენი სისხლიანი და უბედური დღეები იქნება იქ ჩატარებული და რაღაცნაირად ვატყობ, რომ იმედი დაკარგული აქვს, თუმცა ბოლომდე არ აქვს დაკარგული იმედი, რომ საქართველოს რამენაირად ჩაითრევენ. შეიძლება ტაქტიკა აქვს შეცვლილი, იმიტომ ესენი სანამ ისას არ აღწევენ, მანამდე არ ჩერდებიან. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ერთი ქართული წარმოშობის ნაგავი რო იყო უკრაინაში, არახამია, ის რაღაცა ჩაშოჩებულია და არსად არ ჩანს. იმიტომ რომ საქართველოს კურატორობა იმას უნდა აეღო. იმას და იმ ბანდას, ნაცების ბანდას, ვინც იქ იყო, მაგრამ ჯერჯერობით ჩავარდნილი აქვს ყოზი ნაცარში. საქმე იმაშია, რომ თვითონ ეს ომი უკვე მიუხედავად ყველაფრისა უკონტროლო ხდება. უკრაინისგან ნამდვილად შექმნეს ერთი უზარმაზარი ევროპული ავღანეთი, რომელი ევროპული ავღანეთიც ვითომ რუსეთის დასამხობად უნდათ, მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით დასავლეთსაც გადაიყოლებს და წაიყოლებს. ამიტომ რათაც მეტი ნაკლები იქნებიან ეს ნაგვები ჩვენ ქვეყანაში, მით უფრო უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ჩემო ძმაო, აი ზაურწერს ერთ კაც არ უჩნდებაო პროტესტიო საქართველოში ბანკების წინააღმდეგო. როგორ უნდა გაუჩნდეს პროტესტი ადამიანს, რომელი ადამიანიც პრაქტიკულად დამოუკიდებელი არ დარჩა საქართველოში. ან ნაცია, მასა, ან ქოცია.
ქოციდან და ნაციდან კიდე ესეთი ინსტრუქცია არ მოდის, რომ ბანკების წინააღმდეგ გამოიღონ ხმა, იმიტომ რომ აქეთ პოლიტიკურ ფლანგზე სულ მევახშეები და უბედური ხალხია, იქეთ პოლიტიკურ ფლანგზეც ივანიშვილი თქვენ სხვა იმიდან მოსული გგონიათ? ბანკერი იყო იგიც რუსეთში და 90-იანებში რამდენი ფული აქვს ნათეთრები და რამდენი აქვს ნაკეთები და რამდენი ეხვატიზაცია აქვს გაკეთებული ღმერთმა იცის. იგივე ქართულ ბანკი. მარტო იმათ როა სხვა ხალხის ხელში არაა ქვეყანა. აი ეს არის ამ ნეოლიბერალური იმის რა ქვია ეკონომიკაზე დაფუძნებული პოლიტიკა. უფრო მეტიც. ხარს უჭერენ. და ხაზარაძეს თურმე ხმის მიმცემი ყავს საქართველოში. დღეს თურმე ის უწმენდილცაზე მეხის გავარდნა იყო, რა ქვია, ანადოლიძეს დაუტოვებია ისე თურმე. ამ ძუკნას ხაზარაძის პარტია და დამოუკიდებლად გავაგრძელებ ბრძოლას. შესუსტებულა. ამიტომ რათაც მეტი ნაკლები ნაგავი დიპლომატი იქნება საქართველოში, მით უკეთესი იქნება პირველ რიგში ამერიკის თუ არ იქნება. აი ძალიან კარგი იქნება ეგ ყველაფერი. ჩემო რომან უარეს ნადირალას გამოაგზავნიან, არასდროს არ შეიძლება ამერიკელებთან მეგობრობა და ურთიერთობა რო არ შეიძლება, ამას მე კი არ ვამბობ, ამას ამერიკის პოლიტიკური იმის რა ქვია მონსტრის ფრანკენშტეინი ვინც იყო, ამას ამბობდა თვითონ გვარი იყო და მოვიწყდა ახ გარდაიცვალა 100 წლის იყო ამის ამბობდა ესეთ კისინჯერი, ადამ კისინჯერი იყო ამერიკის მტერი საშიშია, მაგრამ იყო ამერიკის მეგობარი, ეს სასიკვდილოდ საშიშია და რასაზიზღარი ენის პატრონი ხარ, სულ როგორ შეიძლება აგინო, ლანძღო, ყველა მარტო შენ ყოფილ ხარ პატრიოტი. აი ასე დებილებს რა მინდა გითხრათ, იცი? აი ეს დებილკა იმდენს რა ქვია, ქალებს. განსაკუთრებით ქალები აქტიურობენ და ამ ყველაფერში, თუმცა ზოგიერთი გამოსირებული კაცის არ აგლებს არაფერს. ბიჭო, აბა რატო უნდა ვაქო და ვადიდო ის პოლიტიკური ძალა და ის პოლიტიკური კლასი, რომელმაც გაანადგურა ქვეყანა? გუშინ წინ ლანძღავს ერთი პენსიონერი ქართველი ქალი, რომელიც არის ამერიკაში არის პენსიონერია და უკაცრავად ზანგის ტრაკის ბანაშია. თვითონ მოსავლელი და თვითონ საპატრონო ამერიკელ პენსიონერს ბანს ტრაკს და ამით ინახავს თავის თავს და ოჯახს. და მე სისტემას, რომელმაც აიძულა, რომ პენსიონერი ადამიანი ემიგრაციაში წასულიყო და ზანგისთვის ტრაკი ებანა. სისტემას რადგანაც ლანძღავ, მე ვარ ცუდი. მე მოქმარები ზიარა მე გაგძარცვე, მე გამოგაგდე სახლიდან, მე გაიძულე ემიგრაციაში წასვლა, ოჯახს მოშორება, მშობლებს მოშორება, შვილებს მოშორება, მე გაგიკეთე იგი? რა გაგიფუჭეთ ერთი ამ ხალხს? ვაგინებ იმას, ვინც გააკეთა და თქვენ რატო გეწვით გული? ამნაირი დებილი, ამნაირი დაჩლუნგებული, ამნაირი გამოსწირებული ხალხი მე მლანძღავს. რატო არ მოგწონსო ვინმეო? სააკაშვილს, ხაზარაძეს, ივანიშვილს და იმას, ვინც დედას უთხრავს, ამდენი ხანია. იმის ფასი არ აყავენ არავინ. რა უნდა იშვილოს? თქვენ გონიათ ცოტაა ეს მასა? ცოტაა? ნაგავი ემიგრაციაში უნდა ნახოთ თქვენ რამდენია და აი რაში ვარ იცი დარწმუნებული? აი ძალიან ბევრი არ დაბრუნდება უკან. ვერ დაბრუნდება, იმიტომ რომ უამრავი შემთხვევა აქვს ასე ზრებათ ემიგრაციაში სული, ისე რომ 20 წელი, 30 წელიწადი არიან და თავიანთ ოჯახებს და იმას ვერ ნახულობენ. მიასვენებენ, მე გადასვენებები კი არის, ზოგს არც მიასვენებენ აქ მარხავენ. ერთ რაღაცას ვიტყვი რა, აი ესეთი გნიდა ადამიანები, რომლებიც ასეთი მენტალიტეტით, ასეთი აზროვნებით ცხოვრობენ და ასეთი აზროვნებით ფიქრობენ და შენ, რომელსაც არც ქვეყნისთვის, არც მისთვის პირადად არაფერი დაგიშავებია,
შენ გლანძღავენ და გაფურთხებენ და ლოცავენ და ადიდებენ ვინც დააქცია ეს ქვეყანა და იმას რა ქვია დამონებულ ზანგის ტრაკის ბანველობას და იმის ფეხის ნაბანი ურჩევნია შენთვის მადლობა ღმერთს ასეთი ადამიანი ბევრი არ დაბრუნდება და ბევრი ვერ დაბრუნდება უკან მადლობა ღმერთს აი ამისთვის ნამდვილად მოუხდი ევროპას და ამერიკას დიდ მადლობას მათ შორის ეს პიდარასტები ჩათლახებით როა გავსებული ავიცი მე კრისტილა ბაძეებიო და ეს ვინც 1000 სანაგვერთი როა სავსე ისა რა ქვია მადლობა უფალს ეგენი უკან არ დაბრუნდებიან და ღმერთმა არ დააბრუნოს უკან არც ერთი ხო ეს იქნება და ეს იმის მაგივრად ის აინტერესებდეს მის ქვეყანაში როდის დაბრუნება მის სამშობლოს რა ეშველება ბიჭო დაცარიელ და სოფლები ახლა უკვე დღეს ვიდეო ვნახე გავცელდა ვიდეო მიდის ქართველი ადამიანი მანქანით და ეს მუსულმანების დიდი არმია გადმოდის ქუჩას კეტავს ვიღაცამ ქართულიც რო არის და ქუჩის გადაკეტვა ეს ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაულია ქოცების მიღების იმით ვიღაცა მოდის ავტვირთა ამ ვიდეოს მე ვიღაცა მოდის ქართულიც არის ის არ ვიცი რა ჯიშის რა რჯულის და ინგლისურად ელაპარაკება ამ ქართველ მძღოლებს რომლებსაც გატარება უნდათ რომ იყავით თქვენ მაგ კაცო მეიცადეთ ჯერო ხალხიაო გადასასვლელიო და შენ ქვეყანაში ხო არ ვისლი ქალბატონოლია შესაბამის პასუხს ვეუბნები ყველას იმსახურებენ და მე მეუბნებიან რომ ქალი არის და რატო აყენებ შეურაცხყოფას ქალია კი არა ქართველი მანდილოსანია ვიცი ზაურ ვიცი არ დარჩა ახალგაზრდა ნუ ქალბატონო ღმერთმა დალოცოს ბატონი ბიძინა მიშა მოგვაშორა ომში არა ვარ დანარჩენი არ გვადარდებს დანარჩენში ვარ ბედნიერი ერი ვარ დანარჩენში მორჩა აღარა ამ თემაზე სალაპარაკო არაფერი ამას უნდა შევეგუოთ არაბების ჩამოსახლება აზი და აზი ნახეთ თქვენ საქართველოში ის 6 მილიარდს რომ მოაწერეს ხელი და გუშინ წინ კიდევ არაბები რო ყავდათ ჩამოყვანილი არაბთა შემოსევები გურბანყურ მოგონილი იქნება იმერეთის სოფლებშიც კი გამოჩნდნენ მიწების და სახლების საყიდლად ყველგან მოედებიან სამაგეროთ ყავს მიშა ყავს ბიძინა ღმერთმა დალოცოს და ამ დებილი შტერი ხალხის კიდე ისა რა ქვია მახსოვს ეს არჩევნები რომ მოდიოდა და როგორ დორბლიანები გარბოდენ შენ დედა მოტყნულო 20 წელიწადია ემიგრაციაში აგდიხარ შეერწყურვალი შენი ქვეყნიდან გამოქცეული საერთოდ ფეხებზე იყიდიხარ და იმის გამო რომ ზოგიერთი მოატყვილენ საბუთს მოგცემენო ზოგიერთი მოატყვილეს რომ ევროპაშიო შეხვალთო თუ ამასო მოაწერთო ხელსო და კისრის ტეხით დადგენ და საელჩოებში გეიცან ხმების მისაცემად მე ეს ყველანი აღრიცხვაზე დადგა მეორე მესამე დღეს ჩამოუარა სადეპორტო სამსახურებმა და ძალიან ბევრი გაყარეს ჩემოძმაო უარეს უნდა ველოდოთ იმიტომ რომ მე არ მიყვარს თავის მოტყუება მე ვერ ხედავ ჩემოძმაო რომ ჩვენი ერის და ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში რაიმე კარდინალური ცვლილებები დგება ვერ ხედავ მე ამას ვერ ხედავ და არც ირგვლივ არ არის ისეთი მდგომარეობა რომ აი უკეთესის მოლოდინი გქონდეს საითაც არ უნდა გაიხედო ყველგან ომია სირიაში ომია უკრაინაში ომია ისრაელში ომია აგერ აფრიკაში ლივიაში ომია აქ არეულობა აი საითაც არ გინდა აგერ ახლა ირანზე იყო დღეს ლაპარაკი როგორ დაბომბავენ და როგორ მოხდება აი მაგი რომ მოხდეს აი მე ნახეთ უბედურება მე ნახეთ დევნილთა ნაკადები კავკასიაში პაკისტანი ინდოეთი იმათ აი ამ ჯაჭვში ვარ დარჩენილი ბიჭო ერთი უბნის მოსახლეობა
რას უნდა ელოდე, როდესაც არაფერი სიკეთე ქართველი ერისთვის არ ხდება. არანაირი ეკონომიკური, რეალური ეკონომიკური წინსვლა, არანაირი დემოგრაფიული კოლაფსი, გაქანებული მიგრაცია, შეხვალ Facebook-ებზე და რასაც გადახედავ, სულ გაჭირვებული იმას ოპერაცია ჭირდება, იგი სამკურნალოა, ეგი ასია, ეგის არავის არაფერი არ აინტერესებს, მიშა ეგერ მივამედში, აგერ ბიძინა და ხდება. ეს რაც ახლა ხდება, ხო? ეს არის კაი 30 წლის წინანდელი დათესილი თესლის ნაყოფი. და ის რაც დღეს ითესება, აი ამას ექნება ერთ 10 წელიწადში დიდი ნაყოფი. არ ვიცი, კარგის იმედი რატო გაქვთ, მე ვერ ხვდები. ადამიანი უფლის იმედად უნდა იყო, მაგრამ არანაირი ობიექტური რეალობა არ არსებობს ირგვლივ იმისი, რომ იფიქრო, რომ კარგად იქნება საქმე. ეს გასაკვირი არაა. ჩვენ რთულ რეგიონში ვცხოვრობთ, ადრეც ასე ყოფილა, იმპერიები გვიმეზობდებოდნენ, იყო ომი, იყო სისხლი, იყო უბედურება, იყო ის, მაგრამ რაღაცნაირად მაინც იყო მცდელობა გამოდიოდა. ახლა ვისთვის? რისთვის? ასი. კარგი, დაგემშვიდობებით, შემოკარგებოდა, მივესალმები. ბოლო დასავლელი დიპლომატი რო დაახვევს საქართველოსდან, ვინცაც წვირი აქვს ჩაყოფილი ჩვენი ქვეყნის გაუბედურებაში, აი მაშინ ეშველება საქართველოს. და ეს იქნება იდეალური. ძალიან კარგი, უფრო ადრე უნდა წათრეულიყო. ვისაც გული დაგწყდათ და განსაკუთრებით რა გეშველება, ბიჭო, გირჩო. ჩემი პატრიარქიო ამერიკის ელჩიაო, იძახო და წეგექცათ პატრიარქი? თქვენი პატრიარქი წეიქცა? თუ რა ბერა საქმე? დაქტოვათ დეგდანმა? თუ დანიგანმა? ხო და ელჩზე თუ ისი შემოძმაო რომ უფრო უარესი ნაბოძვარი და ჩათლახი მოვა, ელჩი არის პოლიტიკის გამტარებელი, თუ არა მე კი არ ვატარებ პოლიტიკას. ელჩი არის ჩამოსული ინსტრუქციები. და აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს. ეს ერთი და სხვა მრავალი, ამას ვისურვებდი. ეს ერთი და სხვა მრავალი. კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის.